გამარჯობა, მე და ჩემი მე-9 კლასელი მოსწავლე ვართ, მარჯორი და ოლივერ უორდროპების ძეგლთან, ელეგანტი. საქმე ის არის, რომ ელენეს თემის ხელმძღვანელი ვარ. მისი თემის სათაურია ემპათია, ოლღა გურამიშვილისა და მარჯორი უორდროპის მიმოწერის მიხედვით. მას შევთავაზე, რომ ამ წიგნში ოლღა გურამიშვილის წერილები წაეკითხა. მარჯორისადმი მიწერილი და ელემ დაწერა ძალიან საინტერესო თემა და აი აგერ ბოლო ეტაპამდე მოვედით მოსწავლეთა ეროვნულ სასახლეში უნდა დაიცვას თავის თემა. შაბათი დღეა, დილა და გამახსენდა რომ აქვე არის ძეგლი ამ დაძმის, ამოვედით და ვემზადებით. ელე. აბა როგორი ემოციები მაქვს. ხო, რას გრძნობ? ძალიან ნერვიულობდი, არ ვიცი რატომ. ანუ კარგად ვიცი შედარებით, მაგრამ აი დროს რო გავიღვიძე აღარ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ რაღაც არ გამოდიო, ამიტომ კარგია. მიხარია რომ წამოვედი. ყველაფერი კარგად იქნება, არაჩვეულებრივად გაართულ თავს დარწმუნებული ვარ და მოდი ისეთი საოცარი წერილები აქვს ოლღას მიწერილი მარჯორისადმი და ახლა მეტროში რომ მოვდიოდით კითხულობდით ერთად ამ წიგნს გადაშლილი გქონდა და ბოლო წერილი შეარჩია ელემ 1909 წელს, იმიტომ რომ მარჯორი ამ წელს გარდაიცვალა და ასეთ რამეს ამ წერს შემდეგ ოლივერს წერს უსამძიმრებს, რომ ხომ იცით როგორ მიყვარს და მარჯორი თქვენი და მისი წერილები ჩემთვის განძიაო. ან რას ფიქრობ პირად წერილებზე ელე? ისეთი კომუნიკაციის ხერხი არის, რომ ანუ არ უნდა დაიკარგოს, იმიტომ რომ წერის დროს მიმაჩნია, რომ უფრო მეტ ემოციას გრძნო, უფრო კარგად გამოხატა, ვიდრე აი ტელეფონში მიმოწერისას და მნიშვნელოვანია, რომ არ დაიკარგოს, რომ ანუ ერთმანეთს უფრო კარგად გავუზიაროთ ემოციები და ემოციური კავშირი გქონდეს ერთმანეთთან. მნიშვნელოვანია. გეთანხმები ელე და ან ეს წერილები მარჯორიმ ოლღა გაიცნო მაშინ როცა პირველად ესტუმრა საქართველოს ბაქანზე დახვდნენ ილია ოლღა და ეკატერინე გაბაშვილი. შემდეგ მიმოწერა ჰქონდათ 1994 წელს იწყება და მიმოწერა ჰქონდათ მარჯორის სიკვდილამდე და იმდენი რამე არის ამ ორ ქალს შორის, ისეთ თანაუგრძნობენ ერთმანეთს, ისეთი დიდი სიყვარული არის მათ შორის. მაგალითად ეუბნება მარჯორი, რომ მარჯორი არა ოლღა დაგიკოცნი თვალებს და გულს. აი ისეთი სათნოებით სავსე წერილებია, რომ გულგრილს ვერავის ვერ დატოვებს და ძალიან მაგარია ეს წერილები, იმიტომ რომ ჩვენც ვეცნობით მათ ურთიერთობას, ბევრ ფაქტს ვიგებთ, მაგალითად ილია რომ გარდაიცვალა, ილია რომ მოკლეს ოლღას თავის ტკივილები რომ ჰქონდა, როგორ მოორთო ოთახი, როგორ არ უგეშებდნენ. მანამდე ძალიან ბედნიერია ოლღა, მაგალითად იბერიაში რომ იბეჭდება მარჯორის წერილები, ნაშრომები, ამხნევებენ ერთმანეთს, ურჩევს რომ მაგალითად პეტერბურგში ალექსანდრე ცაგარელთან ისწავლოს ქართულის დაეხმარება და ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი ეპოქის მოვლენებიდან შეიძლება რომ გაიგო, გარდა იმისა, რომ ისინი ერთმანეთს ძალიან დიდი სიყვარულით წერენ და მართლაც ემპათია იბრძვა ამ ორ ადამიანს შორის. ეს წერილები დაცული არის ოქსფორდში ბოდლის ბიბლიოთეკის წიგნსაცავში და მე და ელენე ვოცნებობთ, რომ ერთ დღესაც წავიდეთ. ელე, წარმატებას გისურვებ და დიდი მადლობა, რომ დაწერე. ელე, მოდი იცი რა მოვყვეთ კიდევ. რა სულ ბოლოს რომ შემოუერთდი ამ კონფერენციას და როგორი ეტაპები გავიარეთ, ხო? მეგობართან ერთად რომ მომაკითხა, სხვაგან ცხოვრობს ელენე ერთ შაბათ დღეს. კი, როგორ ვთქვათ, გახსოვს. კი. მახსოვს და რომ მომეცით. და მოკლეს დროში დაწერა. სამბაში. ხო, სამბაში მე აღმოჩნდა რომ სხვა სათაურით მქონდა დაწერილი და ისე დაემთხვა რომ ციფრული ეპოქის გამოწვევები ეს არის წლევანდელი თემა და ელემ შეცვალა. იმიტომ რომ პირადი წერილები ციფრულ ეპოქაში ნამდვილად მნიშვნელოვანი თემაა. მაგ თემას უფრო მოერგო ვიდრე ძველ თემას. კარგი.
აბა დროებით, ელი წარმატებები.